Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში დღის კიდევ ერთი მთავარი თემა მოქმედ გუბერნატორებს შესაძლოა მალე თანამდებობების დატოვება მოუხდეთ. რწმუნებულებს პრეზიდენტის ნაცვლად სავარაუდოდ პრემიერი დანიშნავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა. მანამდე კი მოსალოდნელი ცვლილება უკვე განიხილეს მთავრობის ხდომაზე. არგუმენტი ასეთია: რეგიონებში მიმდინარე პროექტებს მთავრობა ახორციელებს, ამიტომ გუბერნატორები მთავრობის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი. ნოდარ ჩაჩუა ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივაზე რეპორტაჟის, ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება და უმცირესობის რეაქციებს გაგვაცნობს. ნოდარ, რა გამოხმაურებები მოხდა ინიციატივას და როდის დაიწყებს პარლამენტი წინადადების განხილვას? დიახტამთა შესაძლებელია გუბერნატორები სულ ცოტა ხანში ამ შენობიდან გაკონტროლდეს, ანუ პრემიერ-მინისტრმა მთავრობამ გააკონტროლოს. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა დღეს უკვე მთავრობის ხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. უკვე კიდევ ერთ მოსმენას გაივლის და შემდეგ უკვე საკანონმდებლო ინიციატივად პარლამენტში დარეგისტრირდება. თავად ინიციატივას არ ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამისთვის საკმარისია პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, რომელიც კოალიცია ქართულ ოცნებას უკვე ყავს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი უკვე ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს და იგი უახლოეს დღეებში, როგორც საკანონმდებლო ინიციატივას აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში შეიტანს. პარლამენტში დარეგისტრირდება მას შემდეგ, როგორც კი თანხმობის წერილები გვექნება და შეთანხმებული იქნება სამინისტროებთან და აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებთან, ამ შემთხვევაში პრეზიდენტთან, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას არ ითვალისწინებს აღნიშნული ინიციატივა, რაც შეეხება ჭირდებათ რა პროცედურით იქნება, ეს ჩვეულებრივი კანონია, აქედან გამომდინარე უბრალო უმრავლესობა დაამტკიცებს აღნიშნულ კანონს და ამ პროცედურების გავლის შემდეგ ეტაპის გავლის შემდეგ აღნიშნულ კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით მოხდება პარლამენტში. უკვე გააკეთეს პირველი შეფასებები ყოფილ მმართველ გუნდში ნაციონალურ მოძრაობაში, ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ისინი კანონპროექტს მაშინ, როცა პარლამენტში დარეგისტრირდება, მხარს არ დაუჯერენ. საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მთავრობა ნიშნავს მხოლოდ გუბერნატორებს, ეს ნორმა შეიძლება ამოქმედდეს 1 წლის შემდეგ, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე გუბერნატორების დანიშვნის წესში ისინი ახორციელებენ უფლებამოსილებას, რომელიც მოდის პრეზიდენტისგან. ანუ ეს არის, თუ ასეთი კანონი იქნება შემოთავაზებული, ეს კანონი ძირშივე შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და უფრო დეტალურად ახალ სამთავრობო ინიციატივაზე ჩვენ საღამოს 9 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოგიყვებით. გმადლობთ ნოდარ, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა საკუთარი რეპორტაჟის ანონსი.